მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პრეზენტაციას მასწავლებლის პორტფოლიოს შესახებ. რა არის პორტფოლიო? პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ნებისმიერ დისციპლინაში პორტფოლიო წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინოს ამა თუ იმ ინდივიდის მიღწევები და საუკეთესო ნამუშევრები მოცემულ სფეროში. გამოყოფენ პორტფოლიოზე მუშაობის პროცესის 6 ძირითად საფეხურს. პორტფოლიოს თემისა და მიზნის განსაზღვრა, მასალის შეგროვება, შეგროვილი მასალის გადარჩევა და მნიშვნელობის გაანალიზება, პორტფოლიოს გაფორმება, პორტფოლიოს შეფასება და გადამუშავება, პორტფოლიოს წარდგენა, პრეზენტაცია. პორტფოლიოს აქვს შემდეგი ფუნქციები: ცოდნის დოკუმენტირება, მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა, თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან დაკავშირება, თვით ევოლუცია. რისთვის გვჭირდება მასწავლებლის პორტფოლიო? მასწავლებლის შეფასებისა და თვითშეფასებისათვის, პედაგოგიური რეფლექსიისათვის, რომლის დახმარებითაც მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე. პორტფოლიო მასწავლებლის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომლის დახმარებით დაინტერესებულ მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნება მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა და პროფესიული განვითარების შესახებ. პორტფოლიოს მიმოიხილავენ მასწავლებლის დასაქმების, წახალისების ან კატეგორიის მინიჭების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ კუთხით პორტფოლიო მასწავლებლის საქმიანობის ადეკვატური შეფასების ინსტრუმენტია. როგორ აწარმოოს მასწავლებელმა პორტფოლიო? პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი პროცესია. რაც უფრო ორიგინალურია პორტფოლიო, მით უფრო მაღალია მისი შეფასება. აიღეთ საქაღალდე, რომელიც ამიერიდან თქვენი პორტფოლიოს ფუნქციას შეასრულებს. განსაზღვრეთ პორტფოლიოს თემა და მიზანი და დაიწყეთ რეფლექსია 4 შეკითხვაზე. ვინ გაეცნობა ჩემს პორტფოლიოს? რა აინტერესებს ჩემი საქმიანობის შესახებ ჩემი პორტფოლიოს პოტენციურ მკითხველს? რა მსურს გავაცნო მკითხველს? რა ფორმით შეიძლება ჩემი საქმიანობის პოზიტიური მხარეების ჩვენება პორტფოლიოში? კიდევ ერთხელ გაიხსენეთ მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტი, ეთიკის კოდექსი და მათი დანიშნულება. ხელახლა გადახედეთ ამ დოკუმენტებს. დააფიქრდით და მონიშნეთ მუხლები, რომლებსაც განსაკუთრებული ხარისხით, წარმატებით ასრულებთ. მოიფიქრეთ, რა თვალსაჩინო მასალითაა შესაძლებელი თქვენი საქმიანობის ეფექტურობის ან სრულყოფის ჩვენება. გადახედეთ პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების თვალსაჩინოებების ნუსხა. დაიწყეთ მასალის შეგროვება. თითოეულ დოკუმენტს დაურთეთ მოკლე ფორმალური აღწერა, მაგალითად, გაკვეთილის გეგმა, მოსწავლის ნამუშევარი, პედაგოგიური ესე, პედაგოგიური კვლევის ანგარიში, განხორციელებული ღონისძიებების, ჩატარებული პროექტების გეგმები და სხვა. პორტფოლიოს შევსებისას გააკეთეთ სარჩევი, რომელიც მკითხველს გაუადვილებს მასალაში ორიენტაციას. ჩადეთ სარჩევი პორტფოლიოს დასაწყისში. მოემზადეთ თქვენს პორტფოლიოზე საუბრისათვის. პორტფოლიოს მოშველიებით ხშირად იმართება ინდივიდუალური გასაუბრებები მასწავლებლის საქმიანობის შესაფასებლად. წარუდგინეთ დასრულებული პორტფოლიო დაინტერესებულ პირს. რისგან შედგება მასწავლებლის პორტფოლიო? მასწავლებლის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემებით, ეგრეთ წოდებული CV. ყველა კლასისათვის წლიური სასწავლო კურსის პროგრამა, სილაბუსი, თემატური ერთეული, სამომავლო გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიების, ჩატარებული კვლევების ამსახველი მასალა, კერძო, თემატური ერთეულის, გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის, აღზრდელობითი, შემოქმედებითი ღონისძიებების გეგმა,
გაკვეთილის თემატური ერთეულის კვლევის პროექტის ღონისძიებების ჩატარების ანგარიში, გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსი, ტექსტი, პოსტერი, ფილმი და სხვა, მისი მოკლე აღწერა და შერჩევის მოტივი, გამოყენებული მეთოდი, სტრატეგიის მოკლე აღწერა, ანგარიში მისი ეფექტურობის შესახებ, გაკვეთილის თემატური ერთეულის პროექტის ღონისძიების მიმდინარეობის კათედრის ხდომაზე, სემინარსა და კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაციის ამსახველი მასალა. მასწავლებლის მიერ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების ქსერუასლები, კოლეგის გაკვეთილზე დასწრებისას გაკეთებული ჩანაწერები და რეკომენდაციები, პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალა, სერტიფიკატი, სილაბუსი, გეგმა, პროგრამა, ღონისძიების თქვენეული მოკლე შეფასება. მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული ტრენინგის, სემინარის, მრგვალი მაგიდის ამსახველი მასალა, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და პროექტებში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეების სიგელების ასლები, მოსწავლეების, მშობლების ან კოლეგების გამოხმაურება. მოსწავლეთა სწავლის შეფასების ამსახველი მასალა და ანალიზი, მოსწავლეთა ტესტირების ან შეფასების ამსახველი მასალა, გეგმა, ტესტირების გამოთვლის, კითხვარის ნიმუშები, შედეგების ანალიზი და სხვა, მენტორის სამუშაო გეგმა, ანგარიში და სხვა. მასწავლებლის პორტფოლიოში ხორდის აქტივობები უნდა იყოს დოკუმენტირებული, რომელსაც თავად ახორციელებს. პრეზენტაციის წყარო, ჟურნალ მასწავლებელში გამოქვეყნებული სოფიკო ლობჟანიძის სტატია, პორტფოლიო.